დღეს 2015 წლის 27 მაისია. შემოკარგებო. შეგიძლიათ მკითხოთ. დღეს ვისაუბროთ ძირითადად ერთი თემის შესახებ და ეს არის ნაციონალური პარტიიდან მისი 4 წევრის გასვლა. რეალურად რის გამო დატოვა ამ 4 პიროვნებამ პარტია? რის გამო დატოვა? ჩემთვის ეს ახლა დიდი რაღაც სენსაციური ამბავი არ გახლავთ, ეს არის პოლიტიკა. პოლიტიკაში ყოველთვის მოდის ასეთი ცვლილებები, სხვადასხვა პარტიაში გადასვლა, პარტიების გაერთიანება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ხალხმა ძალიან კარგად იცის და ის რაც გააკეთეს ამ 4 პოლიტიკოსმა გადადგა ეს ნაბიჯი ძალიან მარტებულიც არის, იმიტომ რომ ქმნიან ახალ პარტიას, საერთო ჯამში ვხედავ და ძალიან უფრო ძლიერი და უფრო მისაღები იქნება ხალხისთვის ეს მომავალში, მით უმეტეს არჩევნები წინ არის, კიდევ ბევრი ცვლილებები იქნება, ბევრი პოლიტიკოსებისგან მივიღებთ სიურპრიზებს, მაგრამ ეს არის ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი, ჩვეულებრივი, მაგრამ არის ის რომ მაინც ის მეცნიერთა პარტია, ახალგაზრდა მეცნიერები, ჩემი პატარა ქართველები, რომლებიც უკვე სწავლობენ, მომაგრდებიან და პოლიტიკურ სარბიელზე ჩნდებიან და ეს არის ასრულება ჩემი წინასწარმეტყველების საჭირო. ამავე წლის მოდიან მეცნიერები, მოდის გიორგი წყინვალი. აი ეს არის უნიშნელო ვარნისი და ნაციონალური პარტიის დაშლა და რაღაცა ეხლა დაშლას არ ხედავ, მაგრამ პატარ-პატარა შვილობილ პარტიებს რომ წამოწევენ წინ, ამას კარგად ვხედავ, მაგრამ ის, რასაც მე ვხედავ მეცნიერებს და იმ ახალგაზრდებს, რომელიც მოდიან ფაქტიურად სათავეში, ისინი არავის არ დაექვემდებარებიან, მათ არ თავის უდიდესი განათლება მიღებული, გონებაც უჭრით და ვიღაცის ახლა სხვის დაკროზე ხო, სხვის დაკროზე ნამდვილად არაფერს არ გააკეთებენ. ანუ ეს კარგად მოფიქრებული ნაბიჯი იყო, ხო? რა თქმა უნდა, კარგად მოფიქრებული ნაბიჯი, კიდევ სხვა ნაბიჯები იქნება, ასე რომ სიურპრიზები, მაგრამ ხალხიც ამას ჩვეულებრივად შეხვდება. განსაკუთრებული ამაში არაფერი არ არის. ჩემთვის განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი არ არის. მით უმეტეს რომ ნაწილს ემოთვალება გაქვთ რომ და ნაციონალური რა თქმა პარტიის უნდა. ესეთი